გამარჯობათ, მედია კავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას აგრძელებს. თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემა მემკვიდრეობას. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი ვარ. დღევანდელი გადაცემა შეეხება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის გასაჭირს და ასევე დღეს გაჩვენებთ ჯავახეთში გადაღებულ ძვირფას ვიდეო კადრებს და მოგითხრობთ ზედათ მოგვის ტაძრის გასაჭირზეც. გადაცემას დავიწყებ ოფრეთის ტაძრით, რომელიც უმოქმედოა. სოფელი ოფრეთი მიტოვებულია ბოლო პერიოდში იქ საქართველოს მოქალაქეები ეროვნებით ბერძნები ცხოვრობდნენ და დატოვეს იქაურობა და ახლა მოსახლეები აქა-იქ კანტიკუნდად არიან. ტაძარში წყლის მძლავრი ნაკადი მოედინება, რაც ბუნებრივია ტაძარს პრობლემებს შეუქმნის თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სათანადო ზომები არ მიიღო. მოდით ვნახოთ 2026 წლის 21 ივლისს ოფრეთში გადაღებული ერთწუთიანი ვიდეო მასალა. და რა ის წყლები, აი, ეცესაც აქ მოდის და თუ წყალიც ასე მოდის, ქვემოთ იმის ქვეშ გამოდის ტაძრის ქვეშ. მაგრამ წელს დიდი წვიმების გამო და ის გამო აქაც გადმოდის, ეს წყალი. აი, სველია სულ ტალახი. როგორც ვიდეო კადრებში ნახეთ, 5 ჯვრიან დროშასთან ერთად ტაძრის გვერდით აღმართულია ბერძნული დროშა. ეს ვიდეო მასალა მე არ გადამიღია, ჩემმა ორმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა გადაიღო, საგანგებოდ ჩავიდნენ ოფრეთში და ეს ვიდეო მასალა ჩამოიტანეს. თქვენ ნახეთ, როგორ არის წყლით დაფარული ტაძრის შიდა სივრცე. მკაფიოდ ჩანდა წყლის მძლავრი ნაკადი, როგორ მოედინება. ამ ვიდეო კადრების ნახვის შემდეგ 23 ივლისს განცხადებით მივმართე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რათა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთში მიავლინოს სპეციალისტები, რომლებიც ვითარებას ადგილზე შეისწავლიან და შემდეგ სააგენტო მიიღებს შესაბამის ზომებს, როგორც ხდება ხოლმე. ამ განცხადებას მე თან დავურთე ის კადრები, რომელიც ახლა ნახეთ და აგრეთვე დავურთე 8 წლის წინ გადაღებული ვიდეო მასალა. ჩემი გადაღებული ვიდეო მასალა სოფელ ოფრეთში პირველად ვიყავი 8 წლის წინ ქალბატონმა მაია მელიქიშვილმა წამიყვანა. მაშინ ვრცელი ვიდეო რეპორტაჟი გადავიღე და ეს ვიდეო რეპორტაჟი არასდროს არ მიჩვენებია და დღეს მინდა მცირე ფრაგმენტი შემოგთავაზოთ ამ
ამ ვიდეო რეპორტაჟიდან იმის დასადასტურებლად, რომ იქ იყოს სიმშრალე და მომდევნო წლებშიც ესე იყო. მე ზეპირი გადმოცემით ვიცი, ახლა ვნახოთ 2018 წლის 25 მაისს გადაღებული ვიდეო რეპორტაჟიდან მცირე ფრაგმენტი, რომელსაც ზემოდან დავადეს სიმღერა დაიგვიანეს ფრაგმენტი. შეგახსენებთ, რომ ეს იყო 2018 წლის 25 მაისს გადაღებული ვიდეო მასალა ამ ეკლესიას ოფრეთის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარს მეორენაირად მოიხსენიებენ როგორც წყლის ტაძარს. იქ წყალი სულიყო აღსავლის კართან პატარა ჭის ფორმა აქვს, ქვაში ამოკვეთილი რელიეფური გამოსახულებებიც არის და იქიდან ერთ ჭიქას რომ ამოიღებ, ზუსტად ერთი ჭიქა შენ თვალწინ იმ წამს ივსება და სამხრეთ ჩრდილოეთის კედელზე, ტაძრის ჩრდილოეთის კედელზე პატარა ყორესავით არის ამოშენებული, როგორც ნახეთ და იქ მეც რომ გადავიღე 2018-ში წყალი იყო, მაგრამ ახლა რაღაც სხვა პრობლემა არის ტაძარში, როგორც ნახეთ, ტაძრის იატაკზე ბეტონია დასხმული. ასეთი მდგომარეობა არის ახლა და ეს კადრები 2018-შია გადაღებული, როგორც გითხარით და თქვენ ნახეთ რამოდენიმე დღის წინ გადაღებული კადრებიც. 2018-ში, როცა მე იქაურობა პირველად ვნახე, ბეტონი იყო იქ, ჩაბეტონებული იყო ყველაფერი და ამაზე პროტესტი მაშინ არ გამჩენია. და არც სააგენტოსთვის არ მიმართავს, რადგან მაშინ იმდენი ცოდნა და გამოცდილება ამ მიმართულებით არ მქონდა, რამდენიც მე დღეს ამ წუთისთვის მაქვს დაგროვილი. ამიტომ, როცა 23 ივლისს სააგენტოს მიწერე, ბეტონის შესახებაც მკაფიოდ მივთითე განცხადებაში. რომელ წელს ჩააბეტონეს იქაურობა ამის დაზუსტებით.
თქმა მე დღეს არ შემიძლია. ზეპირი გადმოცემით ტაძრის შიგნით ბეტონი დაახლოებით 2003 წელს დაუსხამთ, როცა ტაძარი თუნუქით გადაუხურავთ სოფელ ხოჟორნიდან მისულ სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს. ამ სამუშაოებისა და აგრეთვე გადასახური მასალისთვის საჭირო თანხა უცხოეთიდან, სტავროპოლიდან ან სალონიკიდან გამოუგზავნია ოფრეთის სოფელ მკვიდრს. ეს ზეპირი გადმოცემა მე ჩავინიშნი ახლახანს. ახლა მინდა მე გაჩვენოთ სომხური ხაჩკარის ფოტო, რომელიც ასევე 2018 წელს გადავიღე. იგი ჩაშენებულია ოფრეთის იოანე ნათლისმცემლის ტაძრის შესასვლელი კარის ზემოთ. რომელ წელს ჩააშენეს სომხური ხაჩკარი მართლმადიდებლური ტაძრის კარის თავზე, ამის დაზუსტებით თქმა მე დღეს არ შემიძლია. მე ხელთ მაქვს ხსენებული ძეგლის პასპორტი. ეს დოკუმენტი შედგენილია 1979 წელს ბატონი ბაადურ კუპრეიშვილის მიერ. შეგახსენებთ, რომ ბატონი ბაადური ამ გადაცემის სტუმარი ყოფილა არაერთხელ. მას ძეგლთა დაცვის სისტემაში მუშაობის 54 წლიანი სტაჟი აქვს და ამ წუთასაც მუშაობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში. მისი შედგენილი ოფრეთის ტაძრის პასპორტი მე სააგენტოსგან ოფიციალურად გამოვითხოვე და მივიღე 2018 წელს. მიუბრუნდები ამ პასპორტის დეტალებს და გეტყვით, რომ ამ პასპორტში მკაფიოდ წერია, რომ სომხური ხაჩკარი იდო ტრაპეზის ქვის სიახლოვეს. ანუ 1979 წელს სომხური ხაჩკარი ჩაშენებული არ იყო ტაძრის თავზე და ეს მოგვიანებით გაკეთდა. ეს რომ ყოფილიყო ჩაშენებული ტაძრის თავზე, უსათუოდ იქნებოდა ძეგლის პასპორტში ეს დეტალი დაფიქსირებული. ბუნებრივი არც ბეტონი არ იყო მაშინ დასხმული. ზეპირი გადმოცემით იმის დაზუსტება შევძელი, რომ ხაჩკარი ბოლო პერიოდშია იქ ჩაშენებული. ეს ხოჟორნიდან მოსულმა სომეხმა ოსტატებმა გააკეთეს თუ სხვამ გააკეთა, მე ამის თქმა დღეს არ შემიძლია, მაგრამ დაინტერესების შემთხვევაში ადვილად შეუძლია შესაბამის ორგანოებს, უპირველესად სააგენტოს და თუ საჭიროა სხვა უწყებებსაც. სომხური ხაჩკარების მართლმადიდებლურ ტაძრებში ჩაშენების მაპატიეთ გნებავთ ჩაკვეხების ტრადიცია საუკუნეების წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამჟამად მავანი სარგებლობს ჩვენი სახელმწიფოს ძალიან ფრთხილი მიდგომით და დანაშაულს ალბათ იმ იმედით ჩადის, რომ შერჩება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამგვარი ფაქტები რეაგირების გარეშე აღარ უნდა დარჩეს. ეს არის ძეგლის ხელყოფა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ჩემი აზრით შესაბამისი ზომები უნდა გაატაროს სომხური ხაჩკარის ოფრეთის ტაძრიდან ჩამოხსნის მიმართულებით. ოფრეთზე საუბარი მინდა დავასრულო ვიდეორგოლით, რომელიც ოფრეთთან ახლოს არსებულ ძეგლებზე მოგვითხრობს. ეს ვიდეორგოლიც 2018 წელსაა მომზადებული ჯგუფის მიერ. ვიდეო მასალა გადაიღო და დაამონტაჟა გიორგი წამალაძემ. სპეციალურად ამ ვიდეორგოლების ციკლისთვის საკუთარი მუსიკალური კომპოზიცია გვაჩუქა ნიკაინაშვილმა. 10 ვიდეორგოლი ტრიალებს ხოლმე ობიექტივის ეთერში. ტექსტი ჩემი მომზადებულია, რომელსაც ჩემთან ერთად ახმოვანებს მერაბ ჭიქაშვილი. ეს ვიდეორგოლები რომ გადავიღეთ, ვიყავით საქართველოს სხვადასხვა წერტილში, რასაც ჭირდებოდა ძლავრი მანქანა და თანხა საწვავისთვის, საკვებისთვის. ყოველ ჯერზე ბატონმა დავით თარხანმოურავმა მოგვიმართა ხელი და ამისთვის მას დღესაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. ახლა ერთად ვნახოთ ვიდეორგოლი ნაქალაქარ გორულზე.
ნახე საქართველო ობიექტივთან ერთად. ნაქალაქარი გორული, თბილისიდან 80 კილომეტრში, ქვემო ქართლში, მარნეულის რაიონში, სოფელ წერაქვის აღმოსავლეთით. გორულში თვალსაჩინოდ 3 ნაგებობა შემორჩა. ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელსაც ახლა წმინდა ნიკოლოზის ეკლესიად მოიხსენიებენ. მეორე შედარებით მცირე ზომის დარბაზული ეკლესია და 5-სართულიანი კოშკი. მეფე დედოფლის დავალებით ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1721 წელს ჩატარებული აღწერის მონაცემებით გორულში ითვლებოდა 3 მებატონე, 5 მემამულე, 2 უყმო აზნაური, 21 გამომღები და 1 ბოგანო ყმა. ნებითა და შეწევნითა ღვთისათა, მე ბატონმა დარეჯან ქსნის ერისთავის ქალმა, ნავაშენე ესე მონასტერი, ყოვლადწმინდისა ჩემს სახსრად. ცოდვათა ჩემთა მისატევებლად, შვილთა ჩემთასა. ღეგრძელო დოდეს მე ვიწყე აღშენება ჟამსა, როსტომ მეფისა, გავათავე გიორგი მეფისაზე. მე-17 საუკუნის ეს სამშენებლო წარწერა ამკობს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას. მისი აღმშენებელი ქსნის ერისთავის ქალი სალოცავშია დაკრძალული. დაუმუშავებელი ღვინისფერი ქვით აშენებული ეს ეკლესია ნაქალაქარ გორულის ყველაზე მაღალ წერტილზეა. იქვეა საფორტიფიკაციო თავდაცვითი ნაგებობა, ნახევრად დანგრეული 5-სართულიანი კოშკი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქივში დაცული ძეგლის პასპორტიდან ჩანს, რომ 1979 წელს კოშკი ჯერ კიდევ არ იყო ჩამონგრეული. როდის და ვის ემსახურებოდა, ვის დაცვას, ვის ბატონობას გულისხმობდა ეს ნაგებობა ჯერჯერობით უცნობია, რადგან ნაქალაქარი გორული არქეოლოგიურად შეუსწავლელია. 5-სართულიანი კოშკის სამხრეთ-აღმოსავლეთით არის სავარაუდოდ მე-16-მე-17 საუკუნეებში აშენებული დარბაზული ტიპის პატარა ეკლესია. მას მიდგმული აქვს მცირე სამწირველო. ეკლესია ყორქვითაა აშენებული. ნაქალაქარ გორულში არაერთი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობის ნახვა მხოლოდ თოვლის დადნობის შემდეგ შეიძლება. ზაფხულობით მათ მაღალი ბალახი ფარავს. გადაცემას მომდევნო საკითხით გავაგრძელებ. ზედათ მოგვის ტაძარსა და მის გასაჭირზე გიამბობთ და საუბრის პარალელურად წარმოგიდგენთ ფოტოკოლაჟს. ჯავახეთში ვარძიის მონასტრისა და თმოგვის ციხის შორის აღმართულ მთებშია ზედათ მოგვის სამნავიანი ბაზილიკა. ტაძარი აგებულია ნაცრისფერი ბაზალტის კარგად გათლილი კვადრებით. ლიტერატურაში ცნობილია როგორც ბაგრატ მეოთხისა და მარიამ დედოფლის დროინდელი ნაგებობა. ქრისტე იესო მეფეო დიდებისაო, ადიდე ბაგრატ და მარიამ დედოფალი. ესაა ერთ-ერთი წარწერა ტაძარზე არსებულ 9 წარწერას შორის. ძეგლის სამხრეთის ფასადზე ამოკვეთილია მე-11 საუკუნით დათარიღებული მზის საათი. ეს მონაცემები გადმოვწერე ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების რესტავრაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოში პირველი არქიტექტორ-რესტავრატორი ქალის ქალბატონ რუსუდან გვერწითელის მიერ 1957 წელს დაწერილი სტატიიდან. ახლა მინდა გაჩვენოთ 2018 წლის 20 აგვისტოს ზედათ მოგში გადაღებული ვიდეო კადრები. მამამ გითხრა, რომ საბჭოთა პერიოდში შეუთეთრებია თაქაურობა. იატაკია. სვეტები აქ. ალამაზი ტაძარია. წარწერა არის და
ვიდეო კამერით გადაღებული ტაძრის კადრები სულ ეს არის დრონით გადაღებული მასალა მე ხელთ არ მაქვს. ზედათ მოგვი მეუფე თეოდორე ჭუაძის კურთხევით გადავიღეთ, მაგრამ სამწუხაროდ ვიდეო რგოლის მომზადება ვეღარ მოხერხდა. ახლა წარმოდგენილ ვიდეო მასალაში ალბათ არაერთგან შეამჩნევდით წყლის ჩანასვლელ კვალს. ტაძარი ფიქალით არის გადახურული, სახურავზე კი ბალახია ამოსული, რაც ტაძარში წყლის ჩასვლას ხელს უწყობს. სპეციალისტებისგან ვიცი, რომ დაუშვებელია ბალახის ან სხვა მცენარეების თვითნებური მოშორება ტაძრის სახურავიდან. ეს უნდა გააკეთოს შესაბამისი ცოდნის მქონე სპეციალისტმა, ქვის კონსერვაციის სპეციალისტმა. ზედათ მოგვის გასაჭირი მე შემთხვევით ვნახე რამდენიმე დღის წინ, როცა 2018 წელს ჩემს მიერ გადაღებული ფოტო ახლო კადრში მოვწიე. მე არ მწხვენია იმის თქმა, რომ 8 წლის წინ სახურავზე ამოსულ ბალახს ჩემი უცოდინარობის გამო ყურადღება არ მივაქციე და ამიტომ ამ პრობლემაზე მიმდინარე წლის 23 ივლისს მივწერე სააგენტოს და წარუდგინე ფოტომასალა, რომელიც დღეს თქვენ ეთერში ნახეთ. შესაძლოა სააგენტო ამ პრობლემის შესახებ ჩემს მიმართვამდეც ინფორმირებული იყო, მაგრამ მე თავი ვალდებულად ჩავთვალე ზედათ მოგვის გასაჭირზე, მკაფიოდ მიმეწერა და მასალა წარმოადგინა. დაველოდები რა რეაგირება მოხვება ჩემს განცხადებას, როგორც ზედათ მოგვის ისე ოფრეთის ტაძარზე და შედეგს მე მომდევნო გადაცემებში როცა იქნება უსათუოდ გაცნობებთ. ეს საინტერესო რეპორტაჟიც, რომელსაც ახლა ნახავთ, ზედათ მოგში ყოფნის დროს გადავიღე და აქამდე არ მიჩვენებია. სპინძის რაიონის სოფელი ზედათ მოგი, ძველი სოფელია. ძველი სოფელია როდინდელი. ალბათ ეს ტაძარი არის მე-12 საუკუნის და იმის შემდეგ ალბათ, რავი. ჩვენ წინაპრებს აქ მოცხოვრები. რა გვარები ბრძანდები? მაღრაძეები ვართ ჩვენ. კაველიძეებია, მუთანაძეები, მაისურაძეები, ბერიძეები ცხოვრობენ. ძირითადად მაისურაძეები მოსულან ამ სოფელში, პირველი, ეგრე ამბობენ, მაისურაძე. როდის? ეგ მე არ ვიცი, მაგრამ ძალიან ადრე რა, ალბათ ეკლესია როცა არის. შუა საუკუნეებში. როგორ არის? შუა საუკუნეებში. ძირითადად ეს ძველი ეგ არის სოფელი. იცვლებოდა რა, მოდიოდნენ მე სოფელი ტაძარზე ძველი იქ. აქ არავის არ უცხოვრია, ყველა სულ მოსულები არიან ყველა. ეს არის ტაძარი აშენდა მე უკვე სოფელი გაიზარდა, ამრავლდა და მოითხოვა ტაძრის დიდი ტაძრის აშენება. ამიტომ იქნებოდა როგორც იქ სტელა იყო, იქ პატარი, აგეთი იქნებოდა სალოცავი. უკან არის ეგ ნაჩვენები. მოდიოდნენ შეიძლება მე მაღრაძე, მაისურაძე, მაღრაძე, ბერიძე, ოთანაძე, კაველიძე. აი ეს გვარები არის ძირითადად. ეგ ბოლოს უკვე 1-2 კვამლი. თქვენ მითხარით, რომ სოფელზე 4-ვე მხარეს ჯვარი აქვს. კი, სუაში ეკლესია და 4-ვე მხარეზე ჯვარია. აღმოსავლეთ, დასავლეთი, ჩრდილოეთ, სამხრეთი აქვს ისა. ჩვენ სოფლის ამ სოფლის სალოცავებია, ხო, თურქმესხეთს არ უცხოვრიათ აქ, მარტო ქართველები იყვნენ. მე როცა შემოესევნენ თურქები, გარბოდნენ, ტოვებდნენ სოფელს და მიდიოდნენ იქით ბორჯომისკენ. საკირე მანგლისი, აი მაგალითად 1917 წელს მოხდა ეგეთი აქციები ამ სოფლიზე, რა თურქები შემოვიდნენ. მანგლისი ძირითადად წავიდოდნენ მე დაწყნარდებოდა, წავიდოდნენ, ჩაწყნარდებოდა ყოლე, ისე მოდიოდნენ. ერთ სიტყვით არ დაუტოვებიათ თავიანთ სოფელი რა. ისე მოდიოდნენ და შემორჩათ რა ეს. აი თქვენ როგორ ცხოვრობთ ახლა აქ? სულ აქ ცხოვრობთ თუ როგორ? სულ აქ ცხოვრობ. ამოვდივართ აგვისტოს თვეში. თიბავთ საქონლის. ჩვენ ძირითადად ამას მთად ვიყენებთ რა, სათიბები გვაქვს აქ, საძოვრები, საქონელი ყავს. უგი იცი როგორი, რომელიც თესავთ, კარტოფილს თესავთ, ცოტა ერთ წლიანი, 2 წლიანი საქონელი ყავს აქ. მოდივართ ზაფხულობით ამოვდივართ, აქ თიბავთ და ესეთ რაღაცებს მასშტაბით რა საქონელი ძირითადად. ესე ბევრი ოჯახია თუ მარტო თქვენ ხართ აქ? ახლა ძირითადად 2-3 ოჯახი ძირითადად სახლებისაც აქვს აქ. ამოდიან. მთელი სოფელი ამოდის, მაგრამ ახლა ამინდები რო არის
ჩვენ შემოვჭით რაღაცნაირად. სახლი რო დამათვალიერებინოთ შეიძლება, როგორც გამოჩნდება, რომ შევიდეთ. ჩვენ შემოვიდეთ? კი, დამათვალიერებინეთ. ეს უბრალოდ შემოხვედით ამ სახლში თუ აქ თქვენი წინაპრები ცხოვრობდნენ თუ როგორ? ჩემი მამა პაპა ცხოვრობდა. პირადად ჩემი. მაღრაძეების სახლია ეს, მობძადი. მოვდივარ და აქ ცხოვრობდა პაპა ჩემის მამა, მამის პაპა და ასე შემდეგ რა, ერთი. ალბათ მე ვიქნები მეათე თაობა, რომელიც ეს კედლები უძლებენ რა. მობძადი. აქ ინახებოდა ერბო ყველი ბოჭკები ედგათ და აქ ინახავდნენ სათავსო იყო. აქ ბოსელი იყო. საქონელიც აქვე. საცხოვრებელიც იყო და ისიც იყო რა, ძირითადად აქ იყო ბოსელი რა. დიახ. ხო. აი როგორი თაღია? ხო, ბოსელი და იქაც ბუხავს იყენებდნენ რა, რაღაც გამო და მე ჩემ ხსოვნაში იყო აქ ბოსელი, საქონელი ყავდა და ჩვენ აქ ძირითადად კომუნისტები დროს უფრო ის იყო რა. წყალიც იყო აქ ყველაფერი სალევი წყლებით. ეს ფუნქციონირდა ჩაულებრივად. კოლმეურნეობის სინათლეზე რო გავიდეთ, უფრო იმიტომ რომ თქვენ არ ჩანხართ და იქ გავაგრძელოთ საუბარი. ეხლა რომ ჩამოდიხართ აქ ცხოვრობთ ჩაულებრივად. დროებით სასაფლაოდ აქ ცხოვრობთ. აი შემოვიხედე. წყალი არ ჩამოდის? არა. იმდროინდელი გადახურვა. აი უყურე მაღლა ისქენეთ, აი ფიქალი ქვია სამშენებლო მასალა, ფიქალი ცხელი. ეს ჩემი კამერის შესაძლებლობები ისეთი არ აჩენს. აი გამოჩნდება, აი ცოტა შუქია და კი, აბა. აი აქედან მიანა. ფიქალი, ხო? აი კი ჩანს, გადახურვა. რომელმაც შემოინახა აქამდე, აი არც დალპა, არც არაფერი არ ჩამოინგრა და ეს არის კირის დუღაბით, ხო, ნაშენი? არა, ტალახი. კირი არ არის აქ, საერთოდ არ არის. ტალახი და ისა. კირს ვერ იყენებენ. არ ქონდათ ისეთი ფუფუნება, რომ კირით აეშენებინათ სახლები. ტალახი და ქვა. მშრალი წყობა, შუაში ტალახი. დაახლოებით თითქმის 1 მეტრამდეა სიგანე. კედლების სიგანე? რას ლაპარაკობ? 70 სანტი მაინც არის. რამ სისქეა. აი. ხო. ой, რამ სისქეა. და თქვენ რო თქვით ძალიან დიდ ბაბუის სახლი როა უკან ისიც რომ ანახოთ შეიძლება? მობძადით ნახოთ რომ. კარტოფილის გარდა არაფერი არ მომდის აქეთ? ისა მოდის ხორბალი მოდის. ხორბალს არ თესავთ აქეთ? არა, აქ რა არის, აქ ჩვენთან ძირითადად ძნელია, გაიგე, აქ კომბაინს ვერ მოიყვან. დიახ. კომუნისტები დროს კი იყო, ყველაფერი იყო, მაგრამ ეხლა არ მოდის, კომბაინი არ მოდის და ჩვენც და მიწები სათიბებად გვაქვს რა, ძირითადად. ეს ძალიან კარგი ფილმი როა, რაიკომის დივანი, გიგალორთკი ფანიძის ფილმი. ამ სოფელშია გადაღებული? კი, გადაღებული არის, ამ სოფელშიც არის გადაღებული. აი ეს ხედია რა, ახლა არ ჩანს. იქიდან გზა რომ მოდის. დიახ. იქიდან ეს ხედია სულ გადაღებული. დიახ. და ეს ერთ-ერთ ძველ სახლში მიდიან კიდე რამოდენიმე რომელიმე თქვენი სახლი ხო? ეს სახლებია, ეს მაღრაძეების, გონი აქ დაბლა არის რა. ეპიზოდურად არის რაღაც სახლები არის, მაგრამ არ მახსოვს. ო ეს ადგილია ძირითადად, ეს ადგილია გადაღებული, მახსოვს და აი ეს ნამოსახლარებია. კი, ზუსტად ესა. ეხლა რა არის, ეხლა ეს დანგრეულია თორე, აი კომუნისტების დროს ჩაულებრივად სოფელი იყო რა, ამოდიოდი ზაფხულობით თელი სოფელი, აქ კოლმეურნეობის ის იყო რა ქვია, საქონელი, კოლმეურნეობის ფერმები იყო, აგეს ისეთ კოლმეურნეობის ფერმა არის, ეხლა ჩვენ ხმარობთ რა სოფელი. დიახ. და ტაძარს ვინ უვლის? ტაძარს სოფელები აქ ჩვენ წინ წავ. ვინც ამოდიხართ ხო ასუფთავებთ? და საიბავთ იქ შიგნით ვასუფთავებთ. ეხლა გადაწყვეტილი გვაქვს რომ ისა, აი ბალახები რომ არის ამოსული იმაზე, ეკლესიაზე, გადავწყვეტეთ რომ ვარძიობამდე იქნებ მარიამბამდე მოვასწროთ და ჩამოვფრინოთ. ნუ ვარძის საყრდენობა ხედავს ძირითადად რა მაგას. დიახ. ვარძის საყრდენობა მოდის და მაგათ ხედავენ რა. ტურისტებზე მითხარით. თუ მოდიან, ვინ მოდიან, რა აინტერესებს? ევროპელები მოდიან, აინტერესებთ ყველაფერი სიძველე, რაც კი არსებობს. აი პატარა ხავს მოკიდებული ქვაც რო არის, იმასაც ეფერებიან, აინტერესებთ, ატრიალებენ. ეს სახლები აინტერესებს, როგორ ცხოვრობდით, როგორ მოვედით აქამდე და ყველაფერი რა. ძალიან ყაყოფილები მიდიან სხვათა შორის. დიახ და ეკლესია უფრო აუცილებლად რომ
ნანგრევებში და იმაში ეს ეკლესია იქ მივიდეთ, აქ ცოტა უბერავს, ნიავი და ხმა არ წამართვას. და ქართველები არ ამოდიან თავიანთ სამშობლოში, ტურისტებად. ქართველები წამოდიან მერე. წასულები ძირითადი ისინი არიან რა. კიდევს რო კიდები რა. თარჯიმანები და ისინი მოდიან. მოხართ რა. ქართველებიც მერე აქედან წასული. ჩებიან ხოლმე აქ კარვებით თუ როგორ? კარვებითაც ჩებიან მერე აქ სახლები რა. ყველა რა ვიცი აინტერესებთ ჩებიან. მაგალითად 2 დღის უკან იყვნენ ტბაზე ავიდნენ ნიგრაჩი. ქართველები იყვნენ ჩამოსულები თბილისელები, ავიდნენ და იქ არის პატარა ტბა, იმ ტბის გვერდზე კარვები გაშალეს და დარჩნენ. აქ ეს ამ სახლს რომ აჩვენებთ, ჭებიც რო დამათვალიერებინოთ. ხო, კი ბატონო. ნუ ძირითადად ჩვენი ძირითადად ეს წინაპრების ესეთი სახლებია რა, მიწურს ეძახი, ეს მიწის სახლები რა. ზემლიანიკები, ზემლიანიკები. აბა რაც გამოჩდება გადავიღებ. ხის სვეტებია. ჩამონგრეულია უკვე ხა ეს ისა. რა რიცი უკვე ვაღარ პატრონობთ ეგარი რა. უკვე ჩამონგრეულია და ეხლა არის აკაკეთებულის დახურული. აი აქ გადახურვას კი იღებს, იმიტომ რომ სინათლე არის. ხო, აი ეგ არის მეცხვლის ბუდური ქვია და უკვე ჩამონგრეულია, ჩამოშლილია რა ესეთი რა. ერთო შეძახცელი ერთო რა. ეხლა რომ საფლეს ფანჯრები აქვს, სტეკლოთი ეხლა მაგდროს ერთო ეთქვა. ხო, აქ ქონდა ისა. შუქი ჩამოდიოდა ესე რა მაგრე. და ნაწილდებოდა შუქი, ისეთნაირად იყო დგას ეს სახლი რომ აღმოსავლეთ ეხლა რა არის 8 პატრონով დანგრეულია რა. სუდად გამოიყურებოდა. აი მე მახსოვს კომუნისტები დროს რომ ამოდიოდი სოფელი რომ ამოდიოდა რა, აქ ამოდიოდა ძირთად. ისეთი ალამაზად ხონდა გაკეთებული ეს გალამაზებული სულ გაკრელი ხალიჩები. ვერ ქაღალდების იმას ვაკეთებდით ესე დავჭრიდით. და ესე უზორებს ლამაზ უზორებს დავკიდავთ რა. ვაფშე ლამაზი იყო. ეხლა რო არ პატრონობთ მარტო ზაფხულობით ამოვდივართ. თუ ამოვდივართ პალატკებში, მაშინებში გძინავს. და თივავთ ეხლა არ პატრონობთ რა. მაგრამ ცუდია ეს. და ასე დაგვენგრა და ყველაფერი გავგიფუჭდა ჩვენი წინაპრების ისტორია. აი ეს რა არის? ამას ქვია ქურუმი. ძველი ქურუმი, იცი რა ხდებოდა ეხლა ამაში? დიახ. წყალს ავსობდნენ მაგალითად შეიძლება ძაღლს დაალევინო ან საქონელს დაალევინო. სხვარი ბატკანი. პირი დაიბანო და ასეთი რაღაცა პირი დაიბანა შეიძლება. ჭურჭელი რო არ იყო ყველანაირად ხმარო, ყველა ქურუმი. კი, ყველაფრის ისე ბევრი ქურუმები და ეს ბუხრები დაანგრიეს, ყველა ვისით სახლები იყო დაბაწაიღეს. სად არის ჭა? აი. ანუ სახლში იყო ჭა თუ როგორ? შიგ სახლში გადახურვში? იმიტომ ზამთარში რომ ახლა ზამთარში რომ აი საქონლისთვის და ოჯახში მოეხმარათ რა, ზეცად საქონლისთვის ამოიღოთ და ეს ეხლა რა დაანგრეული რო არა ისე ჩანს თორე ეს სულ გამოსახლები იყო, ოდები მაგალითად საბოსელი იყო და ესეთი ქირას ვეძახ, ქირალი ქვია ესე იგი რა, იცი აი პროდუქტი რო ინახდნენ ყველსა და ესეთ რაღაც ქირალი ძახდნენ ახლა პროდუქტი რომელიც ფქვილი მაგალითად რაღაცები კარტოფილი და ეს ყველი და რაღაცები რა, რაც მოდიოდა, რაც შეიძლებოდა მოდიოდა. აქ არის ჭა. ეს არის ჭა არის, ეს მაღრაძიების ჭა არის ფათაშურის სოფელი ხმარობთ ეხლა. ძალიან ღრმა არის, თითქმის 10 მეტრაა რა. ეხლა ძირი არ უჩავს უკვე ნახევარი და აქ იყო ბოსელი და ძირითადად ამახმაროდნენ საქონლის გასარწყულებლად. და თვითონ არ სვავდნენ? თვითონაც სვავდნენ, მაგრამ ნუ უფრო საქონელო ბევრი ყავდათ. თვითონაც სვავდნენ, მაგრამ ძირითადი იყო საქონლის. და იქით რო ჭა კიდე ესეთი ტაძართან ახლოს? აი ის იყო მთელი სოფელი. იმ ჭით სარგებლობდა. აი ახლა დღესდღეობით არის ხატაბაბოს ჭას ეძახიან ზემოთ გვაქვს სოფელი. ხატაბაბოს. ხატარ ჭას ეძახის. ხატარ ჭა არის. რო გამრავ ძმები რო გაიყარებოდნენ, მაგალითად ხო ცხოვრობდნენ 3-4 ძმა. მერე როგორ აკეთებდნენ, იცი? მიაბავდნენ კედელი ხო აგაშენებული. მერე იმ სახს იქით მიაბავენ და ის ძმა იცხოვრებდა რა. მერე მეორე მხარეზე მიაბავდნენ კედელს, ოთახებს გააკეთებდნენ მიწაში რა, როგორც ეხლეს მიწის სახლებია. ხო და ასე იმიტომ არის, რომ მაგალითად ერთი წარმომავლობა მაღრაძეები აქ არის, ეს არის მერე კაველიძეები არიან იქით. ხო და ესე რა, მაისურაძეები, ოთანაძეები ყველა გვარს თავის ის ქონდა უბანი რა. იმიტომ რომ რო აკეთებდნენ ძმები რო იყრებოდნენ, იქვე აკეთებდნენ სახლებს რა. ესე იგი ყველა გვარს თავის უბანი
ეხლა რომ თანამედროვე უბანი რო ქვია, ეხლა ყველა ერთად ცხოვრობდნენ, ყველა მოგვარეები, ყველა ერთად ცხოვრობდნენ. ეს იყო 2018 წლის 25 მაისს ზედათ მოგში გადაღებული სევდიანი რეპორტაჟი. ეს არის ასპინძის მუნიციპალიტეტი. მაშინ გადაღებების დროს ჩვენი მასპინძელი გახლდათ ბატონი გელა გურგენიძე და მისი ოჯახი და დღეს კიდევ ერთხელ უხდი გადაცემიდან მასპინძლობისთვის მადლობას. მიუბრუნდები ვიდეორგოლების ციკლს ნახე საქართველოს ობიექტივთან ერთად და წარმოგიდგენთ ქარზამეთისა და გავეთის შესახებ მომზადებულ ვიდეორგოლს. ნახე საქართველო ობიექტივთან ერთად. ქარზამეთი და გავეთი მე-13-მე-14 საუკუნეების მიჯნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ასპინძის რაიონის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. აქ ჩვენსა და თურქეთის საქართველოს ერთმანეთისგან მდინარე ქარზამეთის წყალი ყოფს. ამ მდინარის მარცხენა ნაპირზეა ქარზამეთის დაუსრულებელი ეკლესია. იგი კლდოვან ადგილას ძველი ნასოფლარის თავზე დგას. აქედან კარგად ჩანს თურქეთში ჩარჩენილი სოფელი თათალეთი. თლილი ქვით დიდებული ტაძარი დაუწყია მაწყვარელს, ანწყურის ეპისკოპოსს. საჟენ ნახევარი აუტანია, მოსულან ოსმალნი და ტაძარი დაუმთავრებელი დარჩენილა. აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილიც ადასტურებს მისი თანამედროვე ისტორიკოსის ალექსანდრე ფრონელის ამ ცნობას. ქარზამეთის სამხრეთი კარის თავზე არსებული წარწერა გვამცნობს. ქრისტე ღმერთო, შეიწყალე გრიგოლ მაწყვარელი, მთავარ ეპისკოპოსი, რომლის საბრძანებით აღიშენა ესე ეკლესიაი. ეს წარწერიანი ქვა სხვა დიდი ზომის ქვებთან ერთად ჩამოყრილია. გასული საუკუნის პირველ ნახევარში გადაღებულ ფოტოებზე კი ქვები თავთავის ადგილზეა. ეკლესიის გარე კედლები ნატყვიარებით არის დაზიანებული. კარგად დამუშავებული ბაზალტის დიდი ზომის ქვით ამოყვანილი კედლები ერთ სიმაღლეზეა. ეს ადასტურებს, რომ მშენებლობა შუაგზაზე შეჩერდა. ქარზამეთის გეგმა გავეთისას უახლოვდება. ამ ორ ეკლესიას შესასვლელებიც ანალოგიური აქვს. ქარზამეთის მახლობლად აშენებულმა გავეთის ეკლესიამ ჩვენამდე მნიშვნელოვანი დაზიანებების გარეშე მოაღწია. მისი აგების შესახებ ისტორიული ცნობა არა, მაგრამ ლეგენდა შემორჩა. ქარზამეთის ხუროთ მოწყარს შეგირდი გაუგდია. ის წასულა და გავეთის ეკლესია აუშენებია. ეს ზეპირი გადმოცემა აკადემიკოსმა ვახტანგ ბერიძემ 1948 წელს ადგილობრივებისგან ჩაიწერა. გავეთის დარბაზული ეკლესია აგებულია უზარმაზარი სუფთად გათლილი მოწითალო ფერის ქვისგან. კედლები მკვიდრია, კარ-სარკმელი ხვეული ჩუქურთმით შემკული, სახურავი ბაზალტის ქვის ფილებით შემოსილი და აქამდე პირვანდელი სახით მოსული. საგრძნობლად მაღალი ეკლესია 3 სარკმლით ნათდება და მისი შიდა სივრცე ნახევრად ბნელია. აღმოსავლეთის გარე ფასადზე არსებული სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერის მიხედვით გავეთის ეკლესია წმინდა გიორგის სახელზეა ნაკურთხი. რომ არა მეუფე თეოდორე ჭოაძის კურთხევა, მისი დახმარება ქარზამეთის დაუმთავრებელ ტაძარს ვერ გადავიღებდით, როგორც ითქვა ვიდეორგოლში და ყველა მიცის, რომ ზედ თურქეთის საზღვართან არის, ეს არის საქართველოს მისაკუთრებულ მიტაცებული ტერიტორია. და ჩვეულებრივ ტურის ან მომლოცველს იქ მისვლა არ შეუძლია სპეციალური ნებართვის გარეშე, იმიტომ რომ იქვე ჩვენი მესაზღვრეები დგანან და კიდევ ერთხელ მადლობა მეუფე თეოდორეს, რომელიც დაგვეხმარა და დრონით, არც მეგონა რომ დრონით შევძლებდით იქ რაიმეს გადაღებას, იმდენად ახლოს არის საზღვარი გავლებული.
ჯავახეთში გადაღების დროს ჩვენი მეგზური გახლდათ მამა შალვა გოგატიშვილი. იგი გახლავთ ვარძიის მონასტრის მღვდელ მონაზონი. მთელი დღე ჩვენთან ერთად იყო მეუფის კურთხევით. მადლობა მამა შალვას აქედან ამ გადაცემიდან კიდევ ერთხელ. გავეცადა ქარზამეთზე ვიდეორგოლი ჩვენ უკვე ვნახეთ და ახლა შემოგთავაზებთ გავეთის ტაძრის შიგნით ჩემი კამერით გადაღებულ ვიდეო მასალას. იქვე ახლოს მცხოვრები ერთ-ერთი ადამიანი ჩავწერე, რომ იქაც როგორც ზედათ მოგთან ზაფხულობით ადიან თურმე და იქ ჩერდებიან. და ყვავები ბუდობენ შიგნით. რატო არ უვლით საერთოდ ამ ტაძარს? ამდენი სკინდები როა. ეს იგი პერანგით არის გარედან შემოსილი. აქეთ სხვა ქვა. ეს უფრო ძველი დამუშავებელია. ეს ეკლესია შეგირდის აშენებულია. ვისი აშენებულიაო? ქარზამეთის დაუმთავრებელი მონასტერი ახლა ჩიგრით არის. და იქიდან ამ ოსტატმა გაიგე არ მოეწონა შეგირდი და კრა და გამოაგდო. ამა ქვია გავეთი, ესე გავეთი იმისგან. და ამ დროს როცა მოვიდა იარა ამ კაცმა და მოვიდა ნახა ეს ადგილი. მოეწონა გაიგე და დადგა გაიგე და დაიწყო ეკლესიის ამის მათდა ძალვენან თორე აქვე არ მოჭრილი აი გორადები. ეს ყა სხვაგანთან არ არის მოტანი. აქვე დაუმზადებია გაუგე. და გადმოიხედავ ჩვენი წინაპარი იყო და ძველი ხალხი. ამ ოსტატმა გაიგო ესე იგი რა ქნა ეკაცი რო გავაგდებო კაცო. და ამა ეს უკვე ამთავრანს ამ ეკლესიას. და იმის სასაფლაო მანდრი არ ნახნა გორადი. აი ყარღაბურ მეძახით ეს თათული სიტყვა არის. ორწვერა ის დაიგრავა აიგრა სულსიო და მოკვდა. ეგ არ იქნება მართალი. ეკლესიის ამშენებელი კაცი თავს როგორ ქარზამეთის არ ყოფილ ხარ ბატონო ქარზამეთის დაუმთავრებელი მონასტერია იქიდან მოვდივართ ახლა თქვენ რა გვარის ბერიძე სახელი არიელა რამდენი წლის ბრძანდებით 85 დღე და 34-იანი ვარ ათმარდაბადებული ერთმა კარგად გამყოფ იცოთ თქვენი წინაპარი მოვიდა აქ თუ სულ აქ ცხოვრობ? ჩემი წინაპარი ზედათ მოქცია. აი ვარძის ზემოდან არის ქედი და იქ არის ჩემი სოფელი. ხო და მე ძველი ვცხოვრობ. იქ არის ძველი სკოლმეურნეობა იყო აქა ჩვენი. ხო. როცა კოლექტივი იყო შვილო და ეხლა კოლექტივი აღარ არის. რამდენი კომლი ხართ ეხლა აქ? აქ ეხლა 6 ოჯახი ვართ. ისე 19 ვიყავით. საწავიდნენ დანარჩენი? ისე სოფელში. ბატონობა გიექცნენ. აქ ბატონები არიან გიექცი და ვერ აიტანეს.
და ბავშვების სკოლაში სად დადიან? ბავშვები ძველი სკოლაში. სად? ძველი სოფელი გვაქვს ჩვენ. გაზაფხულობით არიან? ურავლიდანაც არის გამოსასვლელი. ტოლოშიდანაც გაიგედა თვითონ ნაქალაქებსაც აქვს ასასვლელი. და აქ ტურისტები მოდიან ხოლმე ხშირად. კი, როგორ არა? კი. ექსკურსია მოდიან გაიგე. დიდი შეამონებით. ხუმბათში ადიანი პრო, აი ხუმბათს ვეძახით. ეგ ძველი არავინ იცის მანდ. ძველი ნასახლარებია. ქვისგან. რა ეგრე ამობენ მე-17 საუკუნის არის და წყალი არის, წყაროა. და აი ზონაში დაჭერბდა, იქიდან აღვიდა აქედან ვერავა მანქანა. ეს დიდი მრგვალი ქვა როა ეს რა არის? აი აქ როდევს დიდი მრგვალი ქვა ტაძართან. ეგ როდევს ეგიციო. ბავშვებს რომ ნათლავდნენ. წყალსოი არა, მრგვალი ქვა როა ზეთის სახტელიაო თქვენ. ეგ ზეთის სახტელია. ერთი კიდე არის გარეთაც არის. ზეთის სახტელი როგორ ხდიდნენ ამით? ესე ტრიალი, ესე ტრიალი. ხარია შემული, ხარია კამეჩი. როგორც ის ქვი. უღელი, ორივე მხარეს და ხები გაკეთებული. და შუაში შემული გაიგე და ურის და იმ ქვედაქვას მოდიფიდან ნაკესი მოხვა გაიგებათ. ღმერთო ადამიანმა მოაყოლია და გადაშენებულია თופეს. ხო და ეს ესე ხარებია გაკეთებული ქვედაქვას. ეს ზეთიოი ხდებოდა ამაში ჩადიოდა გაიგე. თვითონ ეს ძირფასა ეს ემდელეთი. აკი 15 სანტი გაიგე თვითონ არის გამოყვანილი. რო შეუდგა თურჭელი და ჩავიდეს ზეთი. იქ ზედათმოკრომო სადაც ვარ დაბადებოდა გადი იქაც არის ეკლესიის საკეთან დიდობა. როდინდელი ქვა, რომელი საუკუნის? როგორა? რომელი საუკუნის ქვა, თუ იცი? ეგ რა მე-17 უნდა ეგრე ამომინა. აი ხვატერია კაკაკართან. არ დაიკითხეთ. გადაუღია სურათი და წაიღე იქ დაიკითხებენ. მე-17 საუკუნეში ეს აღშენებული. არა, ეს უფრო ადრეაში. შეიძლება ადრე. მე-13 საუკუნეში, მე-13 არა, მე-13 საუკუნის ტაძარია. მე-13? მე-17-ში თათრები ცხოვრობდნენ ბაბა, ტაძარს ვინ ააშენებდა მაშინ. მადლობა. ვიდეო მასალაც არასდროს არ მიჩვენებია, პირველად ნახეთ. კიდევ ერთ ვიდეო რგოლს წარმოგიდგენთ, რომელიც ჯავახეთში გადავიღეთ და შემდეგ დაგემშვიდობებით. ნახე საქართველო ობიექტივთან ერთად. დუმელია მე-19 საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ასპინძის რაიონში, ვარძიიდან 15 კილომეტრში, ლეპისის ველზე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის დუმელიას ეკლესია აგებულია ადგილობრივი სამშენებლო მასალით, სხვადასხვა ტონის მოწითალო ტუფით, ნაცრისფერი ბაზალტით, ქვიშაქვითა და კირით. სამშობლოს თავგამოდებულმა და უანგარო მსახურმა, ღვაწლმოსილმა მკვლევარმა და კულტურული მემკვიდრეობის დიდმა მოამაგემ, ისტორიკოსმა გიორგი ბოჭორიძემ 1932-33 წლებში სამცხე ჯავახეთი შემოიარა და ისტორიული ძეგლები შეისწავლა. იგი დუმელიაშიც იყო. პატარა წყლის მარცხენა მხარეს წისქვილი დგას. ნაგები ქვითკირისაგან. დუმელიას ეკლესია წისქვილის აღმოსავლეთით. მცირე მანძილზე ხევის მარცხენა მხარეს არის. ის ერთნავიანი ნაგებობაა. კუთხეები კარგად გათლილი დიდი ზომის ქვებითაა ამოყვანილი. კარი აქვს სამხრეთით. სარკმელი აღმოსავლეთით და დასავლეთით. ტრაპეზის ერთიანი ოთხკუთხა ქვა კედელზე ყოფილა მიდგმული. ახლა იქვეა გადაგორებული. მე-20 საუკუნის 70-იან წლებში დუმელიას ეკლესიას რესტავრაცია ჩაუტარდა. დაზიანებული ადგილების შეკეთდა, ეკლესია გადაიხურა. ლეპისის ველზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის დუმელიას ეკლესიის გარშემო 2-3 კილომეტრის რადიუსზე არც შენობებია და არც ხე დგას. ლეპისის ველზე მშვენიერი საძოვარი მინდვრებია და იცის ნოყიერი ბალახი.
ლეგენდა ამბობს, რომ თამარ დედოფლის ძროხის ჯოგი ლეპისის მინდურებზე ძოვდა და აქ მოწველილი რძე მილებით და ღარებით პირდაპირ ვარძიის გამოქვაბულ მონასტერში ჩადიოდა. ეს ლეგენდა ჩვენამდე მოიტანა ქართველი ერის თავმოსაწონებელმა მამულიშვილმა, უყვედრებელი პატიოსნებით გამორჩეულმა და მოყვასისადმი თავგამოდებით მსრულნელმა ისტორიკოსმა ალექსანდრე ფრონელმა ყიფშიძემ. იგი 1900-დან 5 წლის განმავლობაში სამცხე ჯავახეთში მუშაობდა, საკუთარი თვალით ნანახი და გაგონილი ისტორიულ მონოგრაფიაში აღწერა. ლეპისის ველის მშვენება, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის დუმელიას ეკლესია დღეს ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში შედის. გადაცემა მემკვიდრეობა დასასრულს მივახლოვდა. შეგახსენებთ, რომ დღევანდელ გადაცემაში შემოგთავაზეთ ვიდეო კადრები და ვისაუბრე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის გასაჭირზე, ასევე გაჩვენეთ ასპინძარში გადაღებული ვიდეო რგოლები, ვიდეო კადრები და ვისაუბრე ზედათმოგვის ტაძრის გასაჭირზე. მე დაგემშვიდობებით მომდევნო გადაცემამდე კარგად გრძანდებოდეთ.